მოგესალმებით ჩემი ფესებო. ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გრძნობა და მოქმედება უახლოეს პერიოდში. თქვენ თვითონ მიუთითეთ დრო 1-დან 3 თვემდე და ვნახოთ რას იზავს, რას გრძნობს, რას ფიქრობს, რას მოიმოქმედებს, ან რატომ არ მოქმედებს, თუ კი არ მოქმედებს და მოკლედ განვიხილოთ დეტალურად. ჩავდვრეთ მის გვეცნობიერში. მოდი ვნახოთ რა ხდება და საერთოდ ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. წარმოთქვით მისი სახელი და გვარი, შეგახსენებთ რომ ეს არის საჯარო და რასაკვირველია ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მაშინ დავიწყოთ ვინ არის. პირველ რიგში შესაძლებელია იყოს ქორწინებაში ან ჰქონდეს სტაბილური ურთიერთობა, რომლის გვერდითაც, რომელი ქალის გვერდითაც, აქ უფრო მამაკაცებზე გავამახვილებ ყურადღებას, არის ძალიან დიდი ხანია პარტნიორი. თუ ის არ არის ოფიციალურ ქორწინებაში, თუმცა ეს ქორწინების არგანსაც ნიშნავს ჯვრის წერას, ასე ხელმოწერას და ასე შემდეგ. მას ეხლა იმ ურთიერთობებში ძალიან ბევრი პრობლემატური სიტუაციები აქვს. უზარმაზარი ბარიერები იმ სტაბილურ ურთიერთობაში და ცოტა არ იყოს მოწყენილი და ფიქრობს, რომ რესურსები გახარჯულია. ნახეთ, თასები ემოცია და აქ 300 წაქცეულია. ამ შემთხვევაში იგი იმდენად გაიხარჯა რესურსები, ემოციები, ენერგიები, რომ თითქოს ამ ურთიერთობის აღდგენა ფაქტიურად უკვე ძალიან რთულ პერიოდს გადის და ეტაპზეა. თასების მეფე გვიახლა, შესაძლებელია წყლის ნიშნები იყოს ჩემოძვირფესებო, თუმცა არ ვანიჭებ ამას უპირატესობას. ძალიან ორატორული, ძალიან უყვარს თამადობა, თავის გამოჩენა, დალევა, გართობა და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანისთვის ემოციები უპირველეს ყოვლის მნიშვნელოვანია და მერე უკვე სხვა დანარჩენი. თუ ურთიერთობაში მან იგრძნო ემოციების თვალსაზრისით დისკომფორტი, მაშინ უჭირს რაღაცა ნაბიჯების გადადგმაც და რეალურად გადაწყვეტილებების მიღებაც. კარგი, მოდი ვნახოთ ახლა ესეთი რაღაცა. რას ფიქრობს თქვენზე და თვითონ ამომივრუნდა კარტი? ფიქრობს იმას, რომ თქვენ კუდიანი ქალები ხართ. ფიქრობს იმას, რომ თავს ესხმით თქვენი აგრესიით. ფიქრობს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ცდილობთ დაიცვათ თქვენი პოზიციები, ეს ერთგვარი თავდასხმა გამოდის მასზე და ცოტა არ იყოს შეშინებულია თქვენზე. კუდიანი ქალის არკანში ამოდიხართ, გონი ხართ რომ კუდიანი ქალი ხართ. ყოველ შემთხვევაში აქ ბევრს თქვენთაგანთან სამკუთხედი შემიძლია განვიხილოთ. თუ სამკუთხედი არ არის უბრალოდ ნებისმიერი ადამიანის ჩარევა ხდება თქვენს ურთიერთობაში, როგორც მისი ოჯახის წევრების, მისი მეგობრების, ნათესავების და ასე შემდეგ, ნებისმიერი ადამიანი შემიძლია ამ შემთხვევაში მესამეპირად განვიხილო, იმიტომ რომ აუდიტორია ძალიან დიდია და რამოდენიმე ვარიანტს ჩამოვთვლი. კარგი, კიდევ რას ფიქრობს თქვენზე ეს ვაჟბატონი? კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ვერ გიშვებთ, ვერანაირად ვერ გიშვებთ. აი, ნახეთ, იმიტომ გეძახით ალბათ კუდიანს, რომ ყველგან თქვენ ხართ მის გონებაში, მის გულში, მის ფეხებში. აი, სადაც არ უნდა წავიდეს, რაც არ უნდა გააკეთოს, მაქსიმალურად დატვირთული აქ გონება თქვენზე ფიქრით. აი, როგორ მოიქცეს ამ შემთხვევაში რა ნაბიჯები გადადგას, მას უნდა თქვენთან კომუნიკაცია, უნდა ურთიერთობის აღდგენა, თუ კი არის რაიმე წინააღმდეგობები ახლა ურთიერთობებში და ამას სხვათა შორის უახლოეს პერიოდში გეგმავს. 3-იანი, 3 რიცხვი, 3 დღე, 3 საათი, 3 კვირაც შეიძლება იყოს. აი, რეალურად უნდა მოქმედება. რას იზავს? იმოქმედებს აუცილებლად. აუცილებლად იმოქმედებს. ძალიან უნდა ჩაქსვას აი ამ ნავში და სადღაცას ერთად გაემგზავროთ. შესაძლებელია ერთად გამგზავრებაზე ფიქრობდეს, შესაძლებელია უბრალოდ გზა გაშორებთ და ამ გზის გამოვლას გეგმავდეს თქვენამდე მოსასვლელს. ნუ ყოველ შემთხვევაში მას უნდა თქვენთან ერთად ერთ ნავში მოთავსება, უნდა ერთად გაიაროთ რაღაცა ეტაპი ცხოვრების, გზა და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ფიქრი თქვენზე არის უდაოდ და საკმაოდ ემოციური. კარგი, რას გრძნობს თქვენთან დაკავშირებით? გრძნობებში ძალიან დიდ წინააღმდეგობებშია. ნახეთ, ფიქრობს, რომ თქვენ ძალიან სექსუალური ქალბატონი ხართ. გრძნობებში უფრო ლტოლვის მომენტები აქვს, ვიდრე ემოციები ამ შემთხვევაში, მაგრამ საკუთარ თავთან ძალიან სერიოზულ ბრძოლებშია. იცის, რომ თქვენ უძვირფასესი ადამიანი ხართ მის ცხოვრებაში და შემთხვევით არ ხართ გამოჩენილი, თუმცა აი ამ წინააღმდეგობებს, რომელიც მის გონებაშია, სულშია და ცხოვრებისეული თვალსაზრისითაც განვიხილავ ჩემოძვირფესებო, ვერ მოიღო ბოლო. აი თითქოს სულ ჭიდაობაშია. ნახეთ, როგორ იგერიებს, ერთ იგერიებს, მეორე ამოდის, მეორე იგერიებს, მესამე ამოდის, ამიტომ აი ეს წინააღმდეგობები არ მთავრდება და აქედან გამომდინარე ცოტა უჭირს რაღაცა ნაბიჯების გადმოთქმას და გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა წარსულის ნოსტალგია აქვს. იმ ღრმა წარსულის, სადაც ორი პატარა ბავშვი ერთმანეთზე უაზროდ შეყვარებული, რომელსაც ნახეთ, როგორ ელოლიავებიან ერთმანეთს, აქ თითქოს უსიტყვოდ გესმოდათ ერთმანეთი და ეს იყო ღრმა წარსული. ნუ აქ როგორც ხედავ განვიხილავ ურთიერთობა, სადაც უკვე საკმაოდ დიდი ხანია ურთიერთობაში ხართ, ეს არ არის 2 დღის და 3 დღის ურთიერთობა ნამდვილად. თუ თქვენი პარტნიორი 2 დღის და 3 დღის გაცნობილია, ეს გაშლა თქვენთვის არ არის ნამდვილად, იმიტომ რომ აქ ძალიან სტაბილურ, ძალიან მნიშვნელოვან ურთიერთობებს განვიხილავ, რომელიც უკვე რაღაცა გარკვეულ დროს მოიცავს, მინიმუმ ალბათ 6 თვე, იმიტომ რომ 6-იანი ორჯერ დამეხატა, მინიმუმ 6 თვის ურთიერთობა და ზევით რასაკვირველია, შეიძლება 6 წლის ურთიერთობაც იყოს მეგობრებო.
კარგი. აი შუალედი შეიძლება იყოს 6 თვიდან 6 წლის შუალედი. აი ესეთი დიდი ხნის ურთიერთობებზეა საუბარი. კარგი. თუ კი ესია, მაშინ და ეწინააღმდეგები საკუთარ თავს, რატომ იქცევი ესე? რატომ იქცევა ესე თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? რატომ იქცევა ესა? საკმაოდ დიდი ხანია ერთი და იგივე წრეზე ტრიალებ. შესაძლებელია 2 წლის ტენდენცია იყოს, იმიტომ რომ აქ ორიანია და ნახეთ უსასრულობის რუიანში. კლოუნად არის ქცეული, განულებული ენერგიებია, დაპაუზებულია. აქ ცდილობს რაღაცნაირად ახალი ნაბიჯების ადგმას მის ცხოვრებაში. შესაძლებელია ბევრი ცვლილებები იყო, რომლის გადაწყვეტილებებით საკმაოდ რთულად გადაიჭრა, ან მიიღო ეს გადაწყვეტილებები და ეხლა როგორ არის იცით, თქოს ახალი შობილი ბავშვივით იწყებს ახალი ნაბიჯების აღდგმას. მაგრამ იცოდეთ რომ დაკვირვების არეალი ხართ. ეს არის თვალთვალის არკანი, ინტერნეტ სივრცე ცხოვრებაში შესაძლებელია პირდაპირ მნიშვნელობით კი თვალთვალებდეთ, ან ნებისმიერი სივრცე, სადაც შეიძლება თქვენზე ინფორმაცია მოიძიოს ჩემო ძვირფასებო. კარგი, რატომ იქცევი სხვა კითხვა დავსვი, რატომ იქცევი ესე? რატომ იქცევი? მშიშარა, манипуляტორია. თავისი ქცევებით ერთგვარად ეს ნახეთ манипуლირებს ამ ქცევებით. უნდა რაღაცა შემოგთავაზოთ და უახლოეს პერიოდში მე ვფიქრობ 4-იანი ამოდის. 4 დღე, 4 რიცხვია, აი რაღაცა 4 კვირა, ეს არის ყველაზე მაქსიმუმი პერიოდი ამ ადამიანისგან შემოთავაზება უნდა მიიღოთ, თუმცა რამდენად იქნება გამართლებული ეს თქვენთვის, აქ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას. აუცილებლად ხდება აქტიური, აუცილებლად იწყებს მოძრაობას თქვენსკენ. აუცილებლად, მაგრამ ჯერჯერობით სასწორზე უტოს ყველაფერი და ცდილობს სამართლიანად მიიღოს გადაწყვეტილებები. ამ ეტაპზე თითქოს გამორთო ყველანაირი ემოცია და მაქსიმალურად ლოგიკურად, ცივი გონებით, ხისტი გონებით იღებს გადაწყვეტილებებს, რომ არ დაუშვას სადმე შეცდომა, რომელსაც მე ვერ გამოასწორებს. თუ მას ოჯახი ყავს ჩემო ძვირფასებო, იქიდან წასვლა დარჩენის საკითხი არ გამოვრიცხავ, რომ დარჩეს, იმიტომ რომ ის ძალიან სერიოზული ფუნდამენტური ნგრევებია, ან რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი, აი წეღარაზე ვსაუბრობთ, რითიც დავიწყეთ, ნახეთ, მეგობრებო, აქ წასვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოო წასვლას. თუ მას ოჯახი ყავს და ქორწინებაშია ჩემო ძვირფასებო, იქ არის ძალიან სერიოზული ფუნდამენტური ნგრევები, თავზე ემხობათ აბსოლუტურად ყველაფერი და იქ დადგება საკითხი, თუ არ დგას უკვე წასვლა დარჩენის. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარად თქვენი გამარჯვების პერსპექტივა, მაგრამ რამდენად გამართლებული იქნება ამ შემთხვევაში თქვენთვის ეს? ნახეთ, მაინც არ გამოგიყვანთ იმ რაღაცა შეზღუდვებში და იმ დაბრკოლებებში, რომელშიც ხართ, რომელშიც არის თქვენი ქვეცნობიერი და ასე შემდეგ, მაგრამ ერთგვარად რაღაცა გამარჯვების ტოლფას იქნება ეს თქვენთვის. კარგი, რა ხდება კიდევ მის თავს? რა ხდება კიდევ მის თავს? სიშორია თქვენ შორის, მენტალური, ფიზიკური სიშორე. მასზე მეგობრებო ხდება ზეწოლები. ნახეთ, როგორ ფსიქოლოგიური, ისე მენტალურ დონეზეც. ცდილობენ მის მოთვინიერებას, მის იკისრის მოგრეხვას. ამიტომაც მოხდა თქვენს ურთიერთობაში სიშორე, როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური. გამოიკეტა, გამოკეტეს. რაღაცა შავ ყოლბაშია გამოკეტილი. კი ბატონო, საყვარელი ქალის გამო შესაძლებელია თქვენს ურთიერთობაზე ინფორმაცია იცოდნენ იმ სტაბილურ ურთიერთობაში, რომელშიც იმყოფება. ამიტომ ეხლა იქაც კრიზისია, თქვენთანაც კრიზისია. ფორტუნა შემოbrunდა, არც ისე საინტერესო როგორც მას უნდოდა, თუმცა მოგეცემა ჩანსი აუცილებლად ამ ურთიერთობის აღდგენის, აქ რაღაცა ნაბიჯებიც იქნება მისგან, ძალიან მოულოდნელად სხვათა შორის მიიღებს ამ გადაწყვეტილებებს და მზად იქნება, რომ ამ ურთიერთობებზე, ანუ თქვენს ურთიერთობებზე იმუშაოს. წარმატებებს გისურვებ ჩემო ძვირფასებო და დროებით მომავალ შეხვედრამდე. ძალიან მიყვარხართ, გამოიწერეთ და ლაიქეთ ჩემი არხი. უღრმესი მადლობა.